შემდეგ ეს სკოლა დავამთავრე წარჩინებით და ჭინჭრაქას მოღვაწეობა იწყება პოლიტექნიკურ ინსტიტუტში GPI-ში. ეხლა მე რასაც ყვები, იმდენი რამეს გახსენება შემიძლია, რომ შემიძლია ალბათ ერთი კვირა ვისაუბრო, მაგრამ ვცდილობ, რომ ძირითადი მომენტები მოგითხროთ, რაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში. ჩავაბარე საინჟინრო ფიზიკურ ფაკულტეტზე და ორ თვეში ჩემმა ჯგუფელებმა გადაირჩიეს ჩვენი ყოფილი ჯგუფხელი და მე იქ ნამდვილად არ ვიყავი, ჭიათურაში ვიყავი წასული, თურმე მოილაპარაკეს და მიამირჩიეს ჯგუფხელი. ჩამოვედი მილოცავენ ჯგუფხელობას. მოკლედ მე ვიუარე, მაგრამ შემდეგ დავთანხმდი ძალიან მთხოვეს ყველამ, თანადგომა აღმიქვეს და გავხდი ჩემი ჯგუფის ჯგუფხელი. და ვცდილობდი, რომ არც მწვადი დამეწვა, არც შამფური და ისე ვაწესრიგებდი ამ არების სისტემას ჟურნალში, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ არ ჩამეწერა ჩემი ჯგუფელებისათვის. მეორე კურსი რომ დავამთავრეთ, მაშინ იყო ვეძახდით შრომით სემესტრს. და მეორე კურსის შემდეგ ვაჟები წაგვიყვანეს ყამირს ვეძახდით შრომის სემესტრს ზესტაფონში. ზესტაფონში მაშინ აშენებდნენ აჯამეთში სასუქების ქარხანას. და ძალიან დიდი ობიექტი იყო, დიდი მშენებლობა და მიგვიყვანეს, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობა ჩვენი არიან კომკავშირის მაშინდელი მდივნები, ფაკულტეტის მდივნები, რომელთანაც ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა. სიმართლე გითხრათ, ნაჩხუბარით ვიყავი მათთან და გვაჩვენეს სამუშაო. მოკლედ, ბეტონი არის დასასხმელი, დაახლოებით 1000 კვადრატი, შეიძლება 1500 აღარ მახსოვს. და შორს დგას ბეტონის ამრევი, ასევე შორს დგას ვაგონი, სადაც არის ჩაყრილი ცემენტი, ნასიპად ჩაყრილს ეძახდნენ მაშინ და სამუშაო, როგორც შევხედე, იყო ძალიან რთული. მივედი და პრარაბს ვეუბნები, რომ ჩვენ რომ შევასრულოთ ეს სამუშაო 1 კვადრატულ მეტრზე რას გადაგვიხდი. ამაზე ძალიან გამიბრაზდნენ ჩვენი კომკავშირის დივნები და მოადგილეები, ჩვენ ვარ თუ აქ უფროსიო და შენ რატო უფროსობ. მე ვთხარი, ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს საქმე. მე მაინტერესებს, რამდენს გადაგვიხდია. ეს პრარაბი მეუბნება, რომ გადაგიხდით 5 მანეთს 1 კვადრატულ მეტროზე. მე ვთხარი, ცოტა და ასე შემდეგ. ბოლოს მოვთხოვე, რომ ხელშეკრულება მოეცათ, რომ 5 მანეთს გადაიხდიდნენ. ეს ხელშეკრულება როგორც კი წარმოვთქვი, გაცოფდნენ ეს კომკავშირის მდივნები, დაიწყეს ყვირილი, შენ ვინა ხარ, შენ რატო ერევი ამ საქმეში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ძალიან დიდი გამოცდილება მქონდა მამაჩემთან მუშაობის დროს,
თუ როგორ იტყუებოდნენ მაშინდელი მშენებლობის პრარაბები და ინჟინრები და მამას გაუთავებელი ომი ქონდა მათთან და რამოდენიმეჯერ ნაჯახითაც იყო შესული მამა თავისი ნამუშევარი რომ აეღო. ამიტომ მე მოვითხოვე ხელშეკრულება, მაგრამ ხელშეკრულება არ დადეს. და ამ დროს მოვიდა მაშინ ზესტაფონის რაიკომის მდივანი გახლდათ გივი გუმბარიძე, რომელიც შემდეგ ცეკას მდივანი გახდა. და მივედი ბატონ გივისთან და უთხარი რომ ჩვენ ამ სამუშაოს შევასრულებთ, ოღონდ თანხის მოცემაზე არ იყოს შემდეგ დაბრკოლება და ბატონმა გივიმ აღმითქვა რომ მე ვარ პასუხისგებელიო რომ თქვენო აი ამ თანხას აიღებთო და დავიწყეთ მუშაობა. პირველი დღეა და ცემენტი არის გამოსატანი ვაგონიდან. არავინ არ შედის ცემენტის გამოსატანი. მოგიხსენებათ, აი ეს ცემენტი არის დაყრილი, უნდა ჩაყაროს სართლში, შემდეგ სართლიდან ტომარაში და ტომარაში ეტევა დაახლოებით 2-3 სართლი ცემენტი. და თან მარტო ხარ შიგნი და უნდა დატვირთო 50-100 ტომარა ცემენტი. და ამ სიცხეში. და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი სამუშაო არის. მე ვეძახდი მაშინ მარტენის ღუმელს, აი ამ ცემენტის ვაგონს. და მოკლედ პირველ დღეს აი ამ მარტენის ღუმელში შევედი მე. არ მახსოვს ახლა რამდენი დავტვირთი, ალბათ 50 და თუ 70 და გამოვედი სულ გათეთრებული და წავედი ახლა დავივანე, დავსუფთავდი, მოვედი და მუშაობა გავაგრძელე. ახლა მეორე დღეს უნდა შევიდეს სხვა და მართლაც ერთი მთიული ჩემი ძალიან კარგი მეგობარი და ჩემი შვილის ნათლია ლერი წამალაიძე შევიდა მეორე დღეს და მან შეასრულა აი ეს დავალება. მესამე დღეს ავთო შევიდა ტყიბულიდან. მეოთხე დღეს სვანი ყავდა და ყავს თემური კვიციანი, ის შევიდა. მეხუთე დღეს აღარავინ აღარ შევიდა. ეხლა თბილისში გაზრდილი ბიჭები ძალიან ესე ვთქვათ თავს იკავებდნენ ესეთ შრომაზე. და აი ეს 4-ნი ვიყავით, შემდეგ 4-ვე მეგობრები და 4-ვე ძალიან ახლობლები გავხდით ერთმანეთის მარტენის ღუმელმა გაგვაერთიანა. საქმე გავაკეთეთ, დავამთავრეთ, დავასხით ეს მთლიანად აი ეს სასუქის ქარხანა და საღამო არის და ამოდიან ეს კომკავშირის მდივნები თავისი ამფსონებით და ილანძღებიან და ლანძღავენ აი ამ პრარაბს და ამბობენ რომ როგორ გადაგვაგდო ამ პრარაბმა, როგორ ასე თურმე ფული შეჭმული ქონია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ახლა ნათელია ხვდები რაც ხდება, როგორც ხდება. ჭინჭრახა აი ამ საკითხებში ძალიან გამოცდილი ვიყავი და აი ამ მარტენის ღუმელის მეგობრებს უთხარი რომ ჩვენ ვრჩებით და არ მივდივარ. მართლაც ეს თბილისელი და სხვა რაიონელი ეს ყამირელები ჩასხდნენ ავტობუსებში, მანქანებში და წავიდნენ დავრჩით ჩვენ. იმ ღამეს იქ ვიყავით, სადაც დაბანაკებულები ვიყავით და დილას ადრე ავდექით და ჩავედით ამ ზესტაფონის სამშენებლო ტრესში. მივედით აი ამ პრარაბთან და ინჟინერთან და ესენი
გვეუბნებიან, რომ იცით რა, აი ნახოთ მე ეხლა რაღაც გადარიცხვები არ შესრულდა და რა ქვია და ასე შემდეგ, მოკლედ რაღაც იგონებენ რაღაც მითებს. და მე მათ უთხარი, რომ მე ბიზაშვილი მყავდა ბათუმში რესპუბლიკის პროკურორი და მასთან ჩავიდოდი და ამ ფულს ჩვენ ნამუშევარს მათ მაინც არ შევარჩენდი. და დავპირდი, რომ საღამოს მოვალ და ფული დაგვახვედრეთ. წამოვედით და ეს ჩემი მეგობრები მეკითხებიან, რომ რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა მოვიქცეთ. მე ვთხარი, ჯერ აუცილებელი არის, რომ ჩვენ უნდა მივიდეთ რაიკომის მდივანთან გუმბარიძესთან. და მართლაც მივედით რაიკომში, ბატონი გუმბარიძე არ იყო მოსული, ეზოში დაველოდეთ და მობძანდა ბატონი გუმბარიძე ახალი ვოლგით და მე მას დავხვდი წინ და შევახსენე ჩემი თავი და გავახსენე მისი სიტყვა, რომ ის იყო პასუხისმგებელი, რომ ჩვენ თანხები მოგვეცემოდა. და მან აღმითქვა დახმარება და მითხრა, რომ დამელოდეთ პასუხს გაგაგებინებთ. და დაახლოებით 1.5 საათი იყო თუ 1 საათი იყო, ჩამოვიდა მდივანი და გითხრა, რომ ბატონმა გივიმ საკითხი დადებითად გადაწყვიტა, წაბრძანდით და აიღეთ თანხა. მართლაც მივედით ამ სამშენებლო ტრესტში და ეს პრარაბი და ეს ინჟინერი მოკლედ რომ დაგვინახეს ვითომ გაიხარდათ, სად ახართ კაცო, ფული გამოიყო და ასე შემდეგ და ჩვენ თვითონ გამოვწერეთ ხელფასები, ვინც კარგად იმუშავა, იმათ მივეცით შესაბამისი და აი ეს თანხა, მთლიანი თანხა გადავანაწილეთ მთელ ბრიგადებზე და თვითონ კომკავშირის მდივნებს ჩემი მოთხოვნით გამოვწერეთ 100 მანეთი, მეტი არა. და აი ეს თანხა მთლიანად წავიღე ჭიათურაში, მამაჩემს ჩავაბარე და 1 სექტემბერს მესამე კურსზე ჩავიტანე და დაურიგე, ვინც მონაწილეობას იღებდა აი ამ ბეტონის დასხმაში. და თქვენ წარმოიდგინეთ, კომკავშირის მდივნებმა საყვედური გამოთქვეს, რომ ჩვენ 100 მანეთზე მეტი არ გვეკუთვნოდაო. და ის 100 მანეთიც ზედმეტი იყო მათთვის, მაგრამ რაღაც უნდა გამოგვეწერა და აიღეს აი ეს თანხები. ინსტიტუტში სწავლის დროს ჩემი ჯგუფელი და შემდეგში მეჯვარე ნანა ბეროშვილი სწავლობდა ძალიან კარგად. მას სურვილი ჰქონდა, რომ დაემთავრებინა წითელ დიპლომზე. და ამისთვის ყველა ღონეს ხმარობდა, რომ წითელი დიპლომი აეღო. მაგრამ მეცნიერული კომუნიზმის გამოცდაზე მას მეცნიერული კომუნიზმის ლექტორმა გამოცდაზე დაუწერა ნიშანი 4. ხოლო ისეთ ჩვენ ჯგუფელ პარტკომის შვილს დაუწერა 5. და მათი ცოდნა და მათი განათლება, როგორც სადა დედამიწა, ისე განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. რომ დავინახე, რომ ნანა ეს ობოლი ბავშვი მოდის ატირებული, კითხე რაშია საქმე და რომ მითხრა, რომ აი ესია დიპლომი დამაკარგინა, მოკლედ აუვარდი ამ ლექტორს და შეუვარდი აუდიტორიაში და ისეთი სიტყვები უთხარი, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მაგრამ ძალიან დავანამუსე და იძულებული გავხადე, რომ
დაეწერა 5. მაგრამ მან მითხრა, რომ კათედრის გამგის დავალება იყო ეს და თუ კი კათედრის გამგე დაწერდა 5, ისიც რა თქმა უნდა დაწერდა 5. ჩვენი კათედრის გამგე იმ დროს იყო ძალიან კარგი ქართველი და კარგი ადამიანი და ეხლა გარდაცვლილია ღმერთმა აცხონოს და მასთან მქონდა განსაკუთრებული კარგი ურთიერთობა. რაში მდგომარეობდა ეხლა ეს ურთიერთობა? პირველ კურსი რო დავამთავრეთ, ჩვენი კათედრა პირველი კორპუსიდან გადაგვიყვანეს მე-6 კორპუსში. და მახსოვს, კათედრის გამგე შემოვიდა და ვთხოვა ვაჟებს, რომ გადასატანი მაქვს მერხები, დაფები, სკამები და შაბათს მოდით, დამეხმარეთ, რომ აი ეს საქმე შევასრულოთ. მე შაბათდილი დავდექი, ავიღე სამუშაო ტანსაცმელი და წავედი. მივედი და ვხედავ ეს მაღალ კურსელი ბიჭები არიან თეთრ პერანგებში და თეთრ შარვლებში და მე წავედი, გამოვიცვალე, ჩავიცვი ეს სამუშაო ტანსაცმელი და დავიწყეთ მუშაობა. დავიწყეთ მუშაობა და ნახევარზე მეტი უკვე გაიპარა და წავიდა, ვინც კი ვიყავით. დავრჩით დაახლოებით 6-7 ბიჭი. და ეს კათედრის გამგე, რა თქმა უნდა, გვიყურებდა, ჩვენ შრომას ხედავდა, მე თავდაუზოგავად შრომობდი, ვზიდავდი და მე მას უთხარი, რომ ჩვენ ამ საქმეს ვერ შევასრულებთ, იმიტომ რომ 6 კაცით იმის შესრულება წარმოუდგენელი იყო, იმიტომ რომ მე-4 სართულიდან იყო ჩამოსატანი, შემდეგ მანქანაზე დასატვირთი ეს ამდენი მერხები, სკამები და შემდეგ მე-4 სართულზე ისევ ასატანი. და ახლა 6 კაცით ამის გაკეთება წარმოუდგენელი იყო და უთხარი, რომ თუ კი იქნებოდა შესაძლებლობა, მოვიყვანდი მაშინ კოლმეურნეობის მოედანზე იყო ბირჟა, მე იქ ვიცნობდი ახალგაზრდა ბიჭებს, სტუდენტებსაც, მე იქ ბევრჯერ დავდიოდი და შრომობდი შაბათ-კვირას და მართლაც წავედი და მოვიყვანე იქიდან, აღარ მახსოვს ახლა 10 თუ 8 ბიჭი და ეს საქმე შევასრულეთ. აი ამ დღის შემდეგ კათედრის დეკანთან მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა. და თუ კი მას რაიმე დაჭირდებოდა, ყოველთვის ჩემთან მე გამომიძახებდა და მე მავალებდა ხოლმე აი ამ საქმის მოწესრიგებას. ერთხელ მისი მეუღლე გვასწავლიდა ქალბატონი მერი რუსულს და მითხრეს, რომ მოსკოვიდან ჩამოვიდა დავიჯი და აქვს სახლში ასატანი. მე ავდექი, წავიყვანე ჩემი აი ეს გამოცდილი ძმად ნაფიცები, მარტენის ღუმელში გამოცდილები და ჩვენ ეს სამუშაო ძალიან კარგად იოლად შევასრულეთ, ავზიდეთ ეს ავეჯი. რომ ჩამოვიდა ჩვენი დეკანი, დამიბარა თავისთან და გახარებულმა გულში ჩამიკრა და მითხრა, რომ მეო შენისთანა სტუდენტი არ მყოლიეო. აი ამ დეკანთან მივდივარ ახლა, აი ამ ჩემი ჯგუფელის საქმეზე, რომ მას 5 თავისი ნიშანი მივაღებინ.
შევდივარ და ვეუბნები და უხსნი სიტუაციას, რომ ეს ასეა, ეს ობოლი ბავშვია, სწავლობს, ესეთი ოჯახია და ასე შემდეგ და მართლაც მან ესეთი სიტყვა მითხრა, რომ მე სხვისგან მაქვს კიდე ეს დავალებული და ვინ უნდა შემოსულიყო, რომ მეო ამაზე ბრძოლა მომიწევსო, მაგრამ მეო გითვალისწინებ შენო და მართლაც დაუწერეს ნანას 5 და აიღო წითელი დიპლომი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბრძოლას და თავდადებას ყოველთვის აქვს აზრი და მე მაქსიმალურად ვცდილობდი და დღესაც ვცდილობ, რომ სამართლიანობა დავიცვა, მივემსგავსო ჩვენ ზღაპრის გმირებს, იმ დროს ჭინჭრაქას, ეხლა ნაცარქექიას, რომ სიმართლემ გაიმარჯვოს ჩვენ გულებში და ჩვენ ქვეყანაში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვსწავლობდით ხაზველობით გეომეტრიას და აი ამ ხაზველობით გეომეტრიას გვასწავლიდა ერთი ძალიან მამაცი და ძალიან მამალი ქალბატონი. მე რასაც ის ლექციებზე კითხულობდა, მე ის რა თქმა უნდა გავლილი მქონდა ეს პროგრამა მთლიანად და სიმართლე გითხრათ, არ ვიყავი დაინტერესებული, რომ მისთვის მომესმინა თან ჩემი პირადი პრობლემები მქონდა ახალგაზრდობის, ესე ვთქვათ, სიყვარულის და უკან ვიჯექი და თავი მქონდა ჩახრილი მერხზე და ჩემთვის ვიყავი. შემდეგ, როდესაც თავი ავწიე და დაფას გავხედე, დავინახე, რომ აი ამ ქალბატონს ხედები ქონდა, დეტალი ქონდა შემოტანილი და ხედები შეცდომით ქონდა დახაზული წყვეტილი ხაზის მაგივრად, მთლიანი ხაზები ქონდა დასმული. და მერხიდან უთხარი, რომ ქალბატონო, მასწავლებელო, ლექტორო, აი აქ შეცდომა არის. მას ეს ძალიან გაუკვირდა და ძალიან ცუდი ეპითეტებით შემამკო. გვახსოვს ალბათ აკაკი წერეთლის გელი და კრავი. შემოუძახა, შებრიყო, აქ როგორ ამღვრევ წყალსაო, რომ აღარ დადევ კანონებს და აღარ სამართალსაო. და მოკლედ გამლანძღა, დარწმუნებული თავის თავში. მე არაფერი არ მithქვავს მისთვის, გავედი დაფასთან და საჩვენებელი თითით ამოვშალე ეს ხაზები და გადავაქციე წყვეტილ ხაზად. მან რომ შეხედა, მიხვდა, რომ ნამდვილად მართალს ვეუბნებოდი, სახეზე შეეტყუესა, გაშრა და მოკლედ კარგად დამიმახსოვრა. შემდეგში, როდესაც გამოცდა ჰქონდა, მე უკვე მივხვდი, რომ პრობლემა მექნებოდა მასთან და ძალიან კარგად მოვემზადე. მივედი გამოცდაზე და შესაბამისი ნახაზი ძალიან კარგად დავხაზე. თეორიულში შემეკითხა, რაღაც არ მოეწონა, აყვირდა და რომ მე
თეორიული ხაზველობითი გეომეტრია, თეორიული მექანიკა კი არა, ხაზველობით გეომეტრია მთლიანად ამოვატრიალე და დამიწერა სამიანი და გამომიშვა. მოკლედ ძალიან მეწყინა ეს. და იძულებული გავხდი, ჩემი ჯგუფელი წამოვიდა კიდე ჩემთან ერთად და შევედი კათედრის გამგესთან. მაშინ ხაზველობითი გეომეტრიის კათედრის გამგე მე მგონი შავგულიძე იყო თუ ხატისკაცი აღარ მახსოვს. მე მგონი შავგულიძე. და ვაჩვენე ჩემი დიპლომები, მოუყევი თუ როგორი წარმატებები მქონდა ხაზვაში და როგორ არ მიწერდა აი ეს ქალბატონი შესაბამის ნიშანს. არ ვიცი, მიხვდა, არ მიხვდა აი ეს კათედრის გამგემ, მეორე დღეს დაგვიბარა და გითხრა, რომ მეორე დღეს მობრძანდით ჩემთან გადაბარებაზე და კი ბატონო, თუ კი ღირსები იქნებით, გადავაბაროთ. მე წავედი აი ამ ჩემ ჯგუფელთან მთელი ღამე ვიმეცადინეთ ერთად და დილით მივედით კათედრის გამგესთან. კათედრის გამგემ დაგვირიგა ფორმატები, დიდი ფორმატები, ხელი მოაწერა და მოგცა დეტალები, ბილეთი და თვითონ ბრძანა რომ თათბირზე მიდიოდა და 3 საათში მოვიდოდა და ეს ჩვენი ნივთები ყველაფერი ჩამოგვართვა სეიფში შეინახა და ჩაგვაბარა თავის მდივანს. მე რა თქმა უნდა დავიწყე შევასრულე ეს ხედები და საოცარი ის იყო რომ ჩემი ნახაზი იყო პრიზმის და ცილინდრის კვეთა. და იმ ჩემი მეგობარის იყო პრიზმის და პირამიდის კვეთა. და აი ეს კვეთის წერტილები ვიპოვე რა თქმა უნდა თვითონ ხედებში და ავდექი და იზომეტრიაში დავხაზე აი ეს კვეთები. და ის ჩემი ჯგუფელის დააგვიანდა რა თქმა უნდა ამ ჩვენ დეკანს და მასაც დაუხაზე. როცა მოვიდა პატივცემული დეკანი და ნახა რომ რა მქონდა გაკეთებული და რა დონეზე მქონდა გაკეთებული, ძალიან ბევრი ვიშრომე. ძალიან რთული არის აი იმ წერტილების, კვეთის წერტილების მოძებნა ჯერ ხედებზე, მერე იზომეტრიაში წარმოიდგინეთ ორი მომგვალების წერტილების მოძებნა და კვეთის ხაზის გავლება. და როგორც კი დახედა მან აი ამ ნახაზებს, ხო? ის რა თქმა უნდა მიხვდა ყველაფერს. გამოიძახა ეს ქალბატონი და პირდაპირ ჩემ თვალწინ უთხრა რომ როგორ შეიძლება რომ აი ესეთ სტუდენტს ნიშანს აკლებ და სამიანს უწევ. მე სიმართლე გითხრათ ეხლა გამიხარდა ძალიან და აი ამ ქალბატონს აი ეს ბოლოს აი ეს სიტყვა უთხარი პატარა კაცსა დიდ კაცთან ხანდახან გადის მართალ და აი ესე დავემშვიდობე და წამოვედი გამარჯვებული და მე ვიტყოდი რომ ჭინჭრაქამ იმ დღეს ძალიან კარგად იმოღვაწევა და თავისი ერთი გამარჯვება კიდევ ჩაითვალა. შემდეგ ჩვენ მეხუთე კურსზე გაგვიშვეს სოხუმში დიპლომის დასაცავად. სოხუმში იყო აგუძერაში და სნოში ფიზიკის ინსტიტუტები და აი იქ ლაბორატორიები იყო და იმ ლაბორატორიებში მუშაობდით მე და ჩემი
ჯგუფელები. სოხუმში შემდეგ დაოჯახდი და ძალიან გვინდოდა რომ სოხუმში დავრჩენილიყავით, იქ გაგვეგრძელებია მუშაობა როგორც ახალგაზრდა სპეციალისტებს, მაგრამ მშობლები ძალიან კატეგორიული წინააღმდეგები წავიდნენ, იმიტომ რომ სოხუმში ჩვენ მარტო ვიქნებოდით ყოველგვარი ნათესავის გარეშე და იძულებული გავხდით რომ ჩამოვედით თბილისში და ჩემმა კათედრამ და დეკანმა დამიბარა და მითხრა რომ ერთადერთი განაწილება აქვს საავიაციო ქარხანაში